რანაირი ტიპია ბრძენი? პირველ რიგში ასაკიანი. ნუ დრევაზასავით ვერაა, მაგრამ ბევრიც აღარ უკლია. ბრძენს ასაკი უხდება. თქვი მე და მოსაუბრე ხმას ფუკა ვქენი. ხმა მისიც იცის, რომ ბატონი ბრძენი საიდუმლოს ინახავს და ამის შესახებ აუცილებლად გავიგებთ. დამიჯერე ეს ის ვიდეო იქნება, რომელიც გინდა თუ არ გინდა, ლაიქის ღილაკზე ხელს აუცილებლად დაგაჯერინებს. არ გჯერა? მაშინ დავიწყოთ. სანამ სერიალში გამოჩნდებოდა ის ჩემმა ქალაქის ჯადოქარმა მაჯიკა მახსენა. მოკლედ, ნახოთ როგორ ახასიათებს მაჯიკა ბატონ ბრძენს. ემაილ და დევი, თქვენ ქალაქის ბრძენთან უნდა წახვიდეთ. რა გვინდა მაგასთან? დარსულას წყევლაზე სრული ინფორმაცია მხოლოდ მას აქვს. მიდით და უთხარით, რომ მთელი მსოფლიო საფრთხეშია. უთხარით, რომ კატაკლიზმა დაბრუნებას ცდილობს და სწხოვეთ რჩევა მოგცეთ. რაც არ უნდა ბევრი სმა დაეწყო, მაჯიკა ასეთ შეფასებებში არ ცდება ხოლმე. იგი ბრძენს მნიშვნელოვან პერსონად ხედავს. ის დარწმუნებულია, რომ ბრძენს დარსულას წყევლაზეც კი აქვს სრული ინფორმაცია. არა მხოლოდ აქვს. დარსულას წყევლაზე სრული ინფორმაცია მხოლოდ მას აქვს. მხოლოდ მას აქვს. ასევე მისგან ითხოვს რჩევას, ანუ მის სიბრძნეს რაღაც დოზით პატივს უნდა სცემდეს, არა? მომდენო სცენაში ემაილი და დევი ბრძენთან ხვდებიან. რას მიყურებთ, ბიჭო? დედა, დევი ნახე რამ ხელაჭაღია? უკაცრავად, რას ქვია რამ ხელაჭაღია შენი? წესით წამზე უნდა გამოჩენილიყო სიბრძნის კაცღმერთი, თვით ბრძენი და აი ისიც. გამარჯობა ჩვენ მაჯიკამ. სუსტად ვიცი ვინც ხართ? თქვი მე და ახალმოსულებს მივაშტერდი. მართლა? გაოცებით მკითხა კაცმა. მე მაგიდაზე ფეხი შემოგდე და მივუგე. მართლა. ტიპს სრულიად გარეკილი აქვს. შეიძლება ბრძენი ერთ დროს იყო ბრძენი, მაგრამ ჭკუაზე ნამდვილად აღარ უნდა იყოს, ხო? მოდი ვნახოთ მე რა ხდება. ვიცი აქ რატომაც ხართ, მაგრამ სანამ იმას მიიღებთ, რისთვისაც მოხვედით, ჯერ საქმე უნდა შევასრულოთ. რა საქმე კაცო? ბეჭო დაიცა, მაჯიკამ ხო გვეთხრა რომ რთული კაცია. ჯობია მივყვეთ და ნელ-ნელა გვეთყვის ალბათ ყველაფერს. ლურჯმაიკიანი კაცი ნამდვილი შტერი იყო. შეიძლება ითქვას, რომ სახე ტრაქს მიუგავდა. მეორე ქუდიანი კაცი საკმაოდ ჭკვიანი ჩანდა. ნეტა იმდენად ჭკვიანიც არ რომ მიხვდეს პროსტატა მაწუხებს? გავიფიქრე მე, თუმცა ამაზე არაფერი მithქვამს. რაო, პირველ რიგში სამყაროს აღქმა დარღვეული არ აქვს, რადგან როგორც ხვებმა, ისე მანაც შეამჩნია, რომ დევის სახე ტრაქს უგავდა. ეს სხვა პერსონაჟებსაც არაერთხელ უთქვამთ, მაგრამ რა თქვა რისი პრობლემა მაქვსო? პროსტატა მაწუხებს? კაი, ჩემო ძმაო, სამწუხაროა. ანუ რა გამოდის ბრძენი იყო, გაგიჟდა თუ არა ვერ ვადგენთ, ყველაფერს ხმამაღლა ამბობს, პროსტატა აწუხებს? არ ვიცი. კარგი ვნახოთ ერთი რა საქმეზე მიყავს დევი და ემაილი. სად მოგიყვანა ამ კაცმა? საეჭვოს ვერაფერს ხედავ. რა არის საეჭვო? მასკები რატო გვიკეთია? რავი, ვირუსი რო არა გვეკიდოს ეთყობა. იარაღები რატო გვიჭირავს? კაცო ხის ტყუებია უშიგნითო ბრძენმა ხო გითხრა კაცო რა ჩაიყვიე? და ჩუმად რატო ლაპარაკობთ? შენ ახლა მოგინდა დაჭკვიანება მაინც და მაინც? რა ჯანდაბა, მაგრამ იცი რა, გავიხსენოთ მაჯიკამ რა თქვა. ხო გითხრა მაჯიკამ რომ რთული კაციაო. მიყვეთ ნელ-ნელა და გავიგებთ რა ყველაფერს რისი გაგებაც გვინდა. საბოლოოდ ირკვევა, რომ ისინი აქ ბანკის გასაძარცვად არიან. მერე ირკვევა, რომ ბანკში ვამპირები არიან. ვამპირები? ვამპირები არიან ხო? ბანკში ვართ ვერ ხედავ ვამპირები არიან, აბა ვინ არიან? მერე ეს თეორია დასტურდება. ბუჯეჯი. სესხი არ გინდათ ეფექტური 78%-დან? და ბოლოს შემდეგ კი მანქანაში ისე ზის, თითქოს აქ არაფერიო, როდესაც მის წინ ჯდომი დევი სრულ შოქშია. ბიჭო, შენ როგორ ხარ დევი? შვენივრად. კეთესად? არ შეიძლება. მე რა რომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ვამპირი დავჩეხეთ და დავანაკუწეთ. მე რა, კარგად ვარ. ბიჭო, შენ არ აყვე ახლა მაგაზრებს, ასე თუ იფიქრე შენ რამდენი ვიღაც ვამპირს ტვინს გაასხმევინებ, ხო გააფრენ არა? ემაილ შენს კაინაბოს ვინმე ხარ ისე ჩვენში დარჩეს და ამის შემდეგ დიდი არაფერი. გამოვიდა რომ ბანკის გატანა შერჩათ. შემდეგ დემონ ბუჩს დაეცნენ თავზე და ეპიზოდი აქ მორჩა. არ ვიცი რა ვთქვა, თითქოს უბრალოდ ეგეთი პერსონაჟიაო რა, მაგრამ მერე შემდეგ სერიას ვუყურებ. ემაილმა ვამპირები ჟლეტაში ფეხი იტკინა და საავადმყოფოში მიაქანებენ, რა დროსაც ბრძენი მორიგ გაურკვეველ სისულელეს ამბობს. კაი დამშვიდი კაცო, არაფერი სანერვიულო არა გაქვს. თუ ეგ ფეხი მართლა არ გჭირდება რამეში.
ვის ან რატომ არ უნდა სჭირდებოდეს ფეხი. ტიპი აშკარად აზროვნებს, შეგნებულად სხვა საქმეზე მისული ტიპები ბანკის გასატანად წაიყვანა და ეს მოახერხა კიდეც. ვამპირებზეც იცოდა, მათ საიდუმლო სიტყვაზეც, მაგრამ მერე ჩნდება და რატომ ამბობს ასეთ სისულელეებს. და კიდევ და აუცილებელია რომ მანიაკებით დავერიოთ ამ არსებებს? იმ ტიპს უბრალოდ რო გაუჩეჩქვე თავი, შეშლილი დონის აქციელი როა იქ მაგდენს აცნობიერებ, ხო? ძალიან კარგი პოინტებია დევი. ხო, ზუსტად, რამ გადაგრია? ამის შემდეგ ბრძენი კარგ ხანს აღარ გამოჩენილა, თუმცა მეხუთე სეზონში ბრუნდება. შეიძლება იფიქროთ, რომ დანებება ჯობდეს, იმიტომ რომ ეს კაცი არაფერს არ მალავს. უბრალოდ ძალიან მოხუცია და სიბერეში გარეკა. მაგრამ არა, ამ სერიაში შეგვიძლია პირველი კავშირი დავიჭიროთ მის მოქმედებებს შორის, რადგან ამ სერიაში ბატონები სვანეთში მიდიან. რატომ? რომ მისტიური ცხოველი გუბაზი მოიპარონ. რატომ? იმიტომ რომ გუბაზში მილიონებს გადაიხდიან. კი, მსმენია მაგ ცხოველზე. თქვი მე და ჩუმად გავაკუე. ვიცი რომ გსმენია, იმიტომ რომ შენი ორი გამოჩენა უკვე ფულზე ჩალიჩს უკავშირდება. წინაზე იყო და ბანკი გაიტანა, მეორეა და მოსაპარად მიდის. ბატონი ბრძენი აშკარად ფულს აგროვებს, მაგრამ რისთვის? ნუ არ ვიცი რა ვთქვა, რაც შემდეგ ხდება დიდი არაფერია. ნუ ჩვენი თეორიისთვის თორე ჯერ სვანებმა დაიჭირეს, მერე თოკით დაკიდეს, მერე ისეთი ამბები ჰქონდათ რომ ფორსა შეშურდებოდა, მერე სვანებს საწვავი გაუთავდათ. მოვდივართ ემაილ. და ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. უკვალოდ გაქრა. ჩალიჩობს მაბუძე ნებისმიერი გზით. იქცევა გიჟივით, მაგრამ გიჟი არა. აწუხებს პროსტატა. რაღაც გამომრჩა. მოიცა ეს რა არის? რა ხდება ამ დაფაზე? ხედავთ ბაყაყს, კბილის პასტას, რომელიც, ხო, გასაგებია რასაჩვევა, ქვემოთ Squidward-ს თუ რაღაც მსგავს, ირგვლივ ფორმულები და გამოთვლები, ბრძენი რაღაც ექსპერიმენტს ატარებს. პროსტატას პრობლემა, ფულზე ჩალიჩი, ექსპერიმენტი, კბილის პასტა. არა, შანსი არა, რომ ეგ იყოს. შანსი არა. ყველაფერი გასაგებია, ბრძენს პროსტატას პრობლემა აქვს, რაც მოსაქმებაში უშლის ხელს. სწორედ ამიტომ სჭირდება ფული, რომ ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომ საკუთარი თავი კბილის პასტად აქციოს, რომელსაც პროსტატას პრობლემები ნამდვილად აღარ ექნება. ბაყაყი კი საცდელ ობიექტად სჭირდება, ჯერ ბაყაყზე გატესტავს, შემდეგ კი საკუთარ თავზე. ბუმ! შენი საიდუმლო ამოხსნილია. მაგრამ მოიცა, ისევ არა. რაღაც რიგზე ვერა. შეიძლება მისი გეგმა კბილის პასტად გადაქცევა, რომ მარტივად იმას ქნას, მაგრამ რატომ ამბობს უცნაურ რაღაცებს, რატომ ახმოვანებს ყველაფერს? არა და თითქოს მარტივი სქემაა, იშოვე ფული, დაიწყე ექსპერიმენტი, გატესტე ბაყაყზე, ბაყაყი. არ ვიცი, მაგრამ თუ რაღაც მიზეზის გამო ლოგიკაზე დაყრდნობას გადავწყვეტ, ნახავთ რომ ბრძენის ოთახში ბევრი უცნაური რამ ხდება. ლაპარაკობს კატა, ლაპარაკობს ჭაღი. ამ ოთახში ექსპერიმენტები აშკარად ბევრჯერ ჩატარებულა. შეიძლება ბრძენი უკვე ატარებდა ექსპერიმენტებს. ექსპერიმენტსაც რომ ჩავეძიოთ, მას მისი ცნობიერების კბილის პასტაში გადატანა სჭირდებოდა, რომ პროსტატას აღარ შეეწუხებინა. ექსპერიმენტებს კი ბაყაყზე ატარებდა. შეიძლება რაღაც მოხდა, მოიცა, შეიძლება ერთ-ერთი ექსპერიმენტი უცნაურად წავიდა, შეიძლება ბრძენმა საკუთარი ტვინი შემთხვევით ბაყაყში გადაიტანა და ბაყაყი კი ბრძენში გადმოვიდა? ამიტომ ახმოვანებს თავის აზრებს ის ადამიანი არასდროს ყოფილა და არ იცის რომ ყველაფერს ხმამაღლა არ ვამბობთ. და ვამპირებზე რომ ყველაფერი იცოდა და ვამპირებს ვისთან თუ რასთან აქვთ პირდაპირი კავშირი? ღამურებთან. ღამურების ზოგიერთი სახეობა კი გიждდება პატარა ბაყაყების ჩაყლაპვაზე. სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ ხოცავდა ვამპირებს ასე დაუნდობლად. და თუ მაინც ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, გავიხსენოთ რა უთხრა ემაილს, როდესაც ფეხის ტკიოდა. აი დამშვიდი კაცო, არაფერი სანერვიულო არა გაქვს. თუ ეგ ფეხი მართლა არ გჭირდება რამეში. რა ვიცი, აბა აღმოჩნდა, რომ იქამდე სანამ ბაყაყები სრულ ასაკს მიაღწევენ, საკუთარი კიდურების გაზრდა, ანუ რეგენერაცია შეუძლიათ. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ბრძენმა მისი გონება ბაყაყის კი საკუთარ სხეულში გადმოიტანა. ახლა კი უეცრად ადამიანად ქცეული ბაყაყი, რომელიც ელემენტარულ კომუნიკაციის საფუძვლებშიც კი ვერ ერკვევა, მაყუთზე ჩალიჩობს, რომ ამ ქალაქიდან მოტყდეს და იმდენი ხანი არ გამოჩენილა, სავარაუდოდ გამოუვიდა კიდეც. საწყალი ნამდვილი ბრძენი კი ახლა სადღაც მის ოთახში ბაყაყის სხეულშია გამოგებული. ბუმ! ბრძენის საიდუმლო გახსნილია. ხომ გითხარით ისეთი ვიდეოა გინდა არ გინდა, ლაიქზე დაგაჭერინებს ხელს თქო. ზუსტად ასეა, თითოეულ დეტალში შეიძლება უამრავი საიდუმლო იყოს ჩადებული. ან არა.